ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ნოე კინკლაძე დღეს ტყიბულელ პენსიონერებს შეხვდნენ შეხვედრაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პენსიონერებს ეგრეთ წოდებული რეგრესის პენსიის დანიშვნის დეტალებზე ისაუბრა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პენსიონერთა კითხვებსაც უპასუხეს. შეკრებაზე მიწვეულ პენსიონერთა უმეტესობა ყოფილი მაღაროელები იყვნენ, რომლებმაც ტრამვა საწარმო პროცესის დროს მიიღეს. ხელისუფლება აღადგინა სამართლიანობა და თავისი მოძრაობის დაწყებიდან 1 წლის თავზე ჩვენ ამ ადამიანებს ვუბრუნებთ რეგრესის პენსიებს, რაც არის ახალი ხელისუფლების დამსახურება და ისინი ძალიან დიდი მადლიერებით ხვდებიან ამას. თანხა არის განსაზღვრულია იმის მიხედვით, თუ რა დახმარებას შეგვიძლია ადრეს მოქალაქეები, ზუსტად იგივე ციფრის დახმარებას მიიღებენ. 398 ლარი იყო პენსია. და დაგვიყენა 321 ლარზე და იმის შემდეგ ერთი კაპიტალი წამიგივიდა.